მივესალმებით ჩვენს პირველ სტუმარს არჩილ გორდულაძე, პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, უპასუხებთ დღის ქრონიკის კითხვებს. მოგესალმებით ბატონო არჩილ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. საუბარი დავიწყოთ პორტოს დეკლარაციით და მისი ამ თამდევი რეზოლუციებით. ფაქტობრივად მოკლედ რომ ვთქვათ, სასწორის ომხარეს აღმოჩნდა ტერიტორიულ მთლიანობაზე მნიშვნელოვანი ჩანაწერი და კონგრესმენ ვილსონის სუბიექტური მოსაზრებები, რის გამოც როგორც შევიტყვეთ, ქართულმა მხარემ რეზოლუციას ხმა არ მისცა. თქვენი შეფასებით და განმარტებით, რომ შევადაროთ ზიანი და სარგებელი. რა მიიღო საქართველოს ამ დოკუმენტისთვის ხმის არ მიცემი და რას მიიღებდა მაგალითად მისი მხარდაჭერით? მოგესალმებით ნათია, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და ჩართვისთვის. ხაზი უნდა გავუსვათ ერთ საკითხს, რომ ზუსტად ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითაც და ზოგადად ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით დღეს ორი fake news-ი ვრცელდებოდა გარედან დაფინანსებული ადამიანების თუ კონკრეტული ორგანიზაციების, ამ შემთხვევაში მედიას გულისხმობ. პირველი ნაწილი ეს იყო, როდესაც ამბობდნენ, რომ ქართული ოცნების დელეგაცია, ჩვენი გუნდის წევრებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, სადაც ახალი არჩევნები იყო მოთხოვნილი და ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ეს როდესაც სულ ამდენიმე წუთში ეს ტყუილი პირდაპირ მხილებული იქნა. შემდეგ ისევ და ისევ გარედან დაფინანსებულმა პირებმა, მაგალითად გიორგი მშვენიერაძემ ახალი დეზინფორმაცია გაავრცელა, თითქოს საქართველოს მხარი არ დაუჭირა უკვე იმ ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც დაგმობილი იყო ოკუპაცია. ეს მეორე ტყუილია. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ სწორედაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის და წევრის ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივა იყო, როდესაც სირიასთვის მოწოდება მოხდა, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან გახურვა მოხდარიყო და ამავდროულად უკრაინაშიც ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან გახმობა იყო მოთხოვნილი და მნიშვნელოვანია რომ ზუსტად სირიასთან დაკავშირებული განცხადებაც და ინიციატივაც ეკუთვნოდა ჯო ვილსონს, მაგრამ ამ ადამიანს, რომელსაც თურმე ღამეები არ ძინავს საქართველოზე და უკრაინაზე ფიქრით, საერთოდ დაავიწყდა და გამორჩა ბრჭყალებში, რომ უკრაინის ტერიტორიების და საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებული ნაწილი აღიარებული ჰქონდა სირიას და საერთოდ ამაზე სიტყვაც კი არ ჰქონდა დაძრული, რომ არა ნიკოლოზ სამხარაძე საერთოდ განცხადებაც კი არ გაკეთდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ზუსტად ჩვენი გუნდის წევრის ინიციატივით და დიდი მუშაობით მოხდა, რომ აღნიშნული ჩანაწერი აისახა უშუალოდ რეზოლუციაში. და შემდეგ უკვე გაავრცელეს მაგალითად გიორგი მშვენიერაძე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიასთან დაკავშირებულ ჩანაწერს მხარი არ დაუჭირა საქართველოს დელეგაციამ. აი ეს უპილო პარტიების განცხადებებიც იყო კოალიცია ახლის განცხადება, ნაციონალური მოძრაობისგანაც იყო განცხადება. ეს ალბათ არ იყო მოულოდნელი, ხომ თქვენი ოპონენტებისგან, რომ აუცილებლად შეიძლებოდა გაჩენილიყო ეს ნარატივი, რომ აი საგარეო კურსის კრიტიკისთვის გამოეყენებინათ. უბრალოდ ეს ადამიანები, რომლებიც პირდაპირ გარედან იღებენ დავალებებს, ყოველთვის დეზინფორმაციას ავრცელებენ, რომლის საფუძველიც არის ხოლმე გარეთ გაკეთებული განცხადება თუ მიღებული რეზოლუცია, იქნება ეს ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციები თუ სხვადასხვა უმაღლეს თანამდებობის პირების განცხადებები და ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, როდესაც იმართებოდა საპარლამენტო ასამბლეა, ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი გაჟღერდა ეუთოს გენდივნის მიერ, რომელმაც პირდაპირ ტყუილში ამხილა როგორც ევროპარლამენტი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები, ასევე ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნის ელჩების წარმომადგენლები ჩვენს ქვეყანაში, როდესაც განაცხადა, რომ არავითარი კითხვის ნიშანი და ეჭვიც კი არ არსებობს 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებთან ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს ყავს არჩეული ხელისუფლება, ქართულმა ხალხმა გამოავლინა თავისი ნება და არჩევანი თავისუფალ გარემოში და ჩატარებული არჩევნები იყო უმაღლეს დონეზე კოორდინირებული და დაორგანიზებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ. და კიდევ ერთხელ, ახლა ეს ადამიანები, რომლებსაც არაერთი განცხადება აქვთ გაკეთებული, იქნება ჩვენი ქვეყნის შიგნით შიდა აგენტურას თუ გარეთ deep state-ის დავალებების შემსრულებელ უცხოელ სახელ და გვარის მქონე ადამიანებს, ახლა ბოდიში აქვთ მოსახდელი, როდესაც იმის გამო რომ ტყუილებს ავრცელებდნენ და ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ, მათ შორის ევროპარლამენტშიც კი ვნახეთ პირდაპირ შეტევები ეუთო ოდირზე
და რატომ? იმიტომ რომ ეუთოუდირმა გაბედა და ობიექტური დასკვნა დაწერა და ეს ობიექტური დასკვნა პირდაპირ კოს ნაცარში უგდებს კოლექტიურ ნაცმოძრაობას და ზუსტად ეს არის რომ შეტევა ხორციელდებოდა ეუთოუდირთან დაკავშირებით. ჩვენ გვახსოვს ასევე სპეკულაციები, როდესაც ითხოვდნენ ეუთოუდირის ჩართვას მაგალითად ბრიტანეთის საელჩო, რომელიც პრეცედენტიც კი ნაკლებად შეიძლება იყოს მოძებულ, სულთიცე ჩამოსაფრთხოებელს მუნიციპალურ არჩევნებში ეუთოუდირი იღებს მონაწილეობას და ჩვენთან უნდა ყოფილიყო, ჩვენ უნდა მოგვეწვია თურმე, მაგრამ რა აზრი აქვს ეუთოუდირის დასკვნა, სადაც ობიექტური ჭეშმარიტება წერია, საერთოდ არავინ არ უსმენს, არავინ უგულებელ ყოფენ და საბოლოო ჯამში მაინც ცდილობენ რომ თავიანთი სრულ ნარატივი შეასაღონ ქართულ საზოგადოებას და სწორედაც ამიტომ არის რომ მინავლებულ რეჟიმში არიან კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, სულ უფრო ცოტა და ცოტა ადამიანი უჭერს მათ მხარს, იმიტომ რომ ყოველი მათი გადადგმული ნაბიჯი, ნათქვამი სიტყვა არის აბსოლუტური ტყუილი, აბსოლუტური დეზინფორმაცია. რაც კიდევ ერთი მაგალითია, თუნდაც დღევანდელ შემთხვევაში, ერთი ამბის გარშემოში როგორ შეიძლება ორია ერთმანეთსგან საპირისპირო ტყუილი მოიფიქრო ადამიანმა, მაგრამ მე მგონია რომ ეს ადამიანები საერთოდ არც არ ფიქრობენ და საერთოდ არც აქვთ უფლება რომ იაზრონონ კიდეს, იღებენ დავალებას და მე ამ ყველაფერს ცდილობენ რომ შეასრულონ. ასე იყო წარსულში სხვადასხვა დეზინფორმაციულ და პირდაპირ ჩვენი ქვეყნის შიდა სარევში მხილებულ განცხადებებთან დაკავშირებით და ეხლაც არის ასეთიც ზუსტად. რაც თავარია, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რომ ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა და მხარი დაუჭირა ქართული ოცნების ხელისუფლებას, მხარი დაგვიჭირა ჩვენ ეროვნულ ხელისუფლებას და ყველანაირი კითხვის ნიშანი ამითი ამოწურული არის. ეხლა უნდა ადგენენ სხვადასხვა სახელი და გვარის მქონე ადამიანები ქართული თუ უცხოელი და ბოდიში მოიხადონ ქართული ხალხის წინაშე იმ ტყუილების გამო, რომელიც თვეების განმავლობაში არსებობს. ასეთი ბრალდებები, რასაც თქვენ თვალს უწყობთ, ისევ გრძელდება, ვადევნებთ ხომ თვალს, ძირითადი ბრალდებები, რაც ისმის საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯების შეფასებისას, ეს არის დემოკრატიული უკუსლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავებების ბრალდება, ეს შეფასებები გვესმის ჩვენ ქვეყნის გარედანაც, არა მხოლოდ აქციებზე დაკავებულების მისამართით, როცა მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, ასევე როდესაც პოლიტიკური პარტიების მსჯავრდებულ ოპოზიციონერებს და ლიდერებს ეხება საქმე. ამას ასევე ემატება იმ კანონმდებლობის შეფასება, თქვენ აქტიურად იყავით ჩართული ამ საკითხში, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მიიღო პარლამენტმა. როდესაც აი შეფასებები და პროცესების ახკმა ქვეყნის შიგნით და გარეთ აი ამ ხაზს მიყვება, რა არის ამ ხაზის საპირწონე? როგორც 2023 წელს 2024 წელს გამჭვირვალობის კანონის განხილვის დროს ხდებოდა დეზინფორმაციის გავრცელება, ზუსტად იგივე ნარატივის გაგრძელება არის ახლა ჩვენი გუნდის მიერ ინიცირებულ და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონმდებლობასთან სხვადასხვა კანონებში შეტანილ ცვლილებასთან დაკავშირებით. ფაქტი ერთია, რომ დემოკრატიულ უკუსლაზე არის საუბარი, სასაცილოც კი არ არის, მეტი სიტყვები აღარ აქვთ უკვე ამ ადამიანებს და ორი მიმართულებით აკეთებენ აქცენტებს, ან რუსულს ამბობენ, ან დემოკრატიულ უკუსლაზე. მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ან სრულად იმეორებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებულ კანონმდებლობას, ან გაცილებით უფრო რბილია და გაცილებით უფრო ნაკლებ პასუხისმგებლობას იწევს, ვიდრე ასევე ამავე ქვეყნებში არსებული კანონმდებლობა, მაგრამ როგორც ამ ადამიანებს უნდათ რომ შემოაჩვიონ ქართულ საზოგადოებას, რომ ისინი არიან თითქოს რაღაც ზემოდგომი ადამიანები, უფრო მაღალი კულტურის, მაღალი ისტორიის, დიდი ისტორიის და რაღაც პედესტალზე მდგომი ადამიანები და რაც მათ ქვეყანაში არის მისაღები, თურმე ჩვენს ქვეყანაში არ შეიძლება მიღებული იყოს. მათ შორის არც საკანონმდებლო ცვლილებები, აი ამ სიცრუის ტირაჟირებას ახდენენ სხვადასხვა სახელი და გვარის მქონე ადამიანები, გინდა უცხოეთში და მე ამ ყველაფერს უთიყუშებივით იმეორებენ ჩვენს ქვეყანაში გარედან დაფინანსებული და დავალება მიღებული აგენტურის წარმომადგენლები. ერთი არის ფაქტი, რომ საქართველოში მიღებული კანონმდებლობა და მთელი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ქართული ოცნების გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ემსახურება რამდენიმე რამეს. ეს არის რომ ჩარევები არ იყოს ჩვენს ქვეყნის შიდა საქმეებში, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით სიცრუე არ გავრცელდეს და რასაც უარყოფითი გავლენა აქვს ეკონომიკურ
წინსვლაზე ამავდროულად გაძლიერებული იყოს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ადამიანებმა პასუხი აგონ თავიანთ ქმედებებზე და არა ისე როგორც უნდათ რომ ჩვენი ქვეყანაში ანარქია წარმოაჩინონ და თურმე მისაღები უნდა იყოს მაგალითად სამართალდამცავების შეურაცხყოფა, მათთვის ხელით შეხება, სხვადასხვა ნივთების სროლა. ეს ყველაფერი აკრძალულია და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში და ჩვენ გვახსოვს მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგალითად ფლორიდის შერიფი რა განცხადებებს აკეთებდა, როდესაც პოლიციელებზე თავდასხმები ხდებოდა. ჩვენ კანონმდებლობა გაცილებით უფრო მსუბუქია, ვიდრე თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუნდაც ევროკავშირის ქვეყანაში, მოქმედ რომელიმე ევროკავშირის წევრ რომელიმე ქვეყანაში. ზუსტად იგივე იყო მაგალითად საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან, ვიდეო გადაღებებთან და ფოტო გადაღებებთან დაკავშირებით. არც ერთ ქვეყანაში არ არის პირდაპირ დაშვებული თუ რამდენიმეს არ ჩავთვლით სულ პირდაპირ ეთერში მაგალითად სასამართლოების გაშუქება და სასამართლოს ხმოვანების გაშუქება და პირიქით ევროპულ სასამართლოსაც კი აქვს ნაბიჯელი რომ მართსაჯულება უნდა იყოს მედიის გავლენისგან დაცულიო ასეთი გადაწყვეტილებების კი არის მიღებული და ეს ადამიანები რომლებიც განცხადებებს აკეთებენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდებიან ხოლმე მხილებას და ჩვენ არ დავიღლებით რა თქმა უნდა რომ არც მათი ტყუილები ვამხილოთ და მით უმეტეს არ დავიღლებით საკანონმდებლო სივრცის ისეთ შემუშავებაში ისეთი კუთხით დამუშავებაში და ისეთი ცვლილებების მიღებაში, რომელიც ისევ და ისევ ქართული ხალხის ინტერესია და ზუსტად ასეთივე იყო მაგალითად, რაც ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებები იყო არაერთი თან ორ ეტაპად თუ სამ ეტაპად საქართველოს პარლამენტის მიერ საგაზაფხულო სესიაზე მიღებული ზუსტად იგივე იყო მაგალითად მიგრანტებთან, არალეგალ მიგრანტებთან დაკავშირებული ცვლილებები და არაერთი, რომელიც ერთი კუთხით ეკონომიკურ გაძლიერებას, სამუშაო ძალის შექმნას უწყობს ხელს და ამავდროულად ბრძოლას გარედან დაფინანსებული კამპანიების მიმართ რომელსაც უბრალოდ თუ არ გვებრძოლოთ ჩვენ მომავალი არ გვექნება თუ არ იქნება ჩვენ თუ გვინდა რომ გქონდეს მომავალი აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ მომავალ თაობაზე და ზუსტად ამისკენ იყო მიმართული მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები და ვინც საუბრობს დემოკრატიულ უკუსლოზე ერთ რამეს ურჩევდი რომ პირი გამოირიცხონ როდესაც საქართველოს და ქართულ ხალხს ახსენებენ ამ ადამიანებს გონიათ რომ ქართველი ხალხი არც სიახლეებს არ იცნობა, არც ინფორმაცია არ აქვს და გონიათ რომ საერთოდ აზროვნებაში პრობლემა აქვს, აი სამწუხაროდ აი ასეთ უდიდეს შეურაცხყოფას აყენებენ ქართველებს და სწორედ ამიტომაც არის რომ საერთოდ არ არის გასაკვირი ქართული ხალხის დამოუკიდებლობა, ქართული საზოგადოების დამოუკიდებლობა ამ დეზინფორმაციიდან გამომდინარე ზუსტად ევროსტრუქტურების მიმართ და სამწუხარო არის რომ ყველანაირი ევროპულობისგან დასლილი არის თუნდაც ევროპარლამენტი თუ ევროპული სტრუქტურები ნამდვილი ევროპის ჩვენება სწორედაც რომ ქართულ ხალხს შეუძლია რომელიც არის დაფუძნებული ღირსებაზე, სხვა ერების პატივისცემაზე, ქრისტიანულ საფუძვლებზე და სწორედ ასეთი ევროპა გვინდა ჩვენ და ასეთი ევროპისთვის მივისწრაფით ჩვენც. ფაქტია რომ ამ საკითხების ერთობლიობა, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ, ქმნის გარკვეულ ფონს, ხო და გარკვეულ განწყობებს არჩევნების წინ 4 ოქტომბრის არჩევნებზე დარჩა ზუსტად 3 თვე და ამ 3 თვით ადრე ხედავთ რომ ნელ-ნელა კიდევ უფრო აქტიურდება და ძალებს იკრებს კამპანია, რომელთაც ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი სხვადასხვა სფეროდან, არა მარტო პოლიტიკოსები, მოუწოდებენ არჩევნების ბოიკოტისკენ. არჩევნების მოახლოებამ გააქტიურა კიდევ უფრო მეტად, ხომ ეს წეხი გარედანაც, რასაც ჩვენ ვისმენთ თქვენი გუნდეის წარმომადგენლების შეფასებებს, რომ ეს არის რევოლუციის კიდევ ერთი მცდელობა. აი რა ამოცანა დგას ასეთ მოცემულობაში ქართული ოცნების წინაშე არჩევნებამდე დარჩენილ 3 თვეში? სასაცილო მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები ჩაცვენილები სამწუხაროდ სატირალი რომ არ იყოს მათი მდგომარეობა ამ ადამიანებმა იციან რომ არჩევნებში თუ მიიღებათ მონაწილეობას კიდევ ერთხელ სახელოვნად დამარცხდებიან ქართველი ერის წინააღმდეგ ბრძოლაში იციან ეს ყველაფერი და ამიტომაც ცდილობენ რომ ეგრეთ წოდებულ ბოიკოტისკენ მოუწოდონ ხალხსაც და მათ გაერთიანებაში მყოფ სხვა აგენტურასაც მაგრამ რეალურად დავალება მათ მიღებული აქვს რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა რასაც აპირებს კიდეც ნაც გახარიას პარტია და მეორე ნაციბელოს პარტიაც, ხოლო ძველი ნაცები და ახალი ნაცები ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორ მე ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოძნ რეალობა იქნება ნამდვილად ერთი, რომ ეს ადამიანები, აგენტები ნამდვილად დამარცხდებიან კიდევ ერთხელ უკვე მუნიციპალურ არჩევნებში და საკადრის პასუხს მიიღებენ ქართული საზოგადოებისაგან. ჩვენ ვხედავთ, რომ მათი მხარდაჭერა სულ უფრო დღითი დღე იკლებს, რასაც თვითონვე წუხან
იციან ძალიან კარგად, რომ მათ არავითარი შანსი კი არა აქვს და იციან, რომ ქართული ოცნება მათ 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად დაამარცხებს და სწორედ ამიტომაც არის, რომ მათი ესეთი გაშმაგებული მცდელობები, რომ როგორმე მათ რიგებში გაერთიანებული ადამიანებიც გააშავონ. ზუსტად იგივე მცდელობა იყო ასეთ რამე ისტორიას არ ახსოვს, რომ ოპოზიციონერმა, ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციონერმა ელენე ხოშტარიამ იშიმშილა ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მთელი 2 დღის განმავლობაში. ისტორიაში ნამდვილად ჩაიწერება ეს შემთხვევა, როგორც ყველაზე მცირეხნიანი შიმშილობა ოპოზიციონერის მიერ განხორციელებული ოპოზიციის წინააღმდეგ და საბოლოო ჯამში რა მიიღო დავალება, რომ უნდა შეეწყვიტა ეს შოუ და ეს მასკარადი, მერე თავისივე გუნდის წევრებს და რაღაც კოალიციაში, ეგრეთ წოდებულ კოალიციაში გაერთიანებულ ადამიანებს განცხადებების გააკეთებინეს. თან საინტერესო ის არის, რომ ხან ამ კოალიციას ერთიანად წარმოაჩენენ ხოლმე, ხან მერე დაშილად სხვადასხვა ეგრეთ წოდებული ორგანიზაციის და სახელწოდებით აკეთებინებენ განცხადებას, რომ ბევრი გამოჩნდნენ და არიან ამ ვაიუშველებელში, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მაინც ფინიში იციან. დასასრული მათ ძალიან კარგად იციან, რომ ვერაფერს ვერ გააკეთებენ არჩევნებში. სწორედ ამიტომაც არის ცდილობენ, რომ ყველაფერს რადიკალიზაცია მოახდინონ. მათი განცხადებებიც გვახსოვს, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლა მხოლოდ რევოლუციის გზით არის შესაძლებელიო და უნდათ რომ მაიდანი მოაწყონ, როგორც ასევე უნდათ 2024 წლის არჩევნების წინა პერიოდში, სწორედაც ერთ-ერთი სკანდინავიური ქვეყნის საგარეო კომიტეტის წევრმა პირდაპირ თქვა, რომ მაიდანი უნდა მოხდეს ქვეყანაში. ასევე გვახსოვს სხვადასხვა უცხოელი პირების განცხადებები, რომ თუ არ იქნება ძალადობა, თუ არ იქნება რევოლუციური სცენარი, უბრალოდ შეუძლებელია, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა მოვიდეს ხელისუფლებაში. მათ შორის ეკონომიკის ჩამოშლა ესახებოდა მაგალითად ქალბატონ ლორა თორტონს, სხვათა შორის იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რომლის სტიპენდიანტიც არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და საერთოდაც წარბიც თვალიც კი არ უხამხამდება, როდესაც ამ ფულებს იღებს. ასეთი აგენტის ბედი, აგენტს არ აქვს აზროვნების უფლება, აგენტმა მხოლოდ ერთი კითხვა უნდა დასვას, როდის და რა ვადაში არის საჭირო, რომ მიღებული დავალება შეასრულოს და საბოლოო ჯამში კი ვხედავთ, რომ ჯერ თავიანთმა განცხადებებმა ეს ადამიანები საერთოდ იქამდე მიიყვანეს, რომ საპატიმროშიც კი მოუხდათ ჩაჯდომა, იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ დავალების შესრულება, მიღებული დავალების შესრულება მათთვის შეუძლებელია. მადლობა ბატონო არჩილ გორდულაძე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო დღის ქრონიკის სტუმარი.